ჩავატარეთ შეხვედრა პერსონალურ ბრენდინგთან დაკავშირებით, ვისაუბრეთ საკმაოდ ბევრი, საკმაოდ სიღრმისეულად რა არის ბრენდი, რა არის ბრენდინგი, რა არის პერსონალური ბრენდი, რა არის პერსონალური ბრენდინგი, საიდან იწყება ეს ყველაფერი, როგორ უნდა ვაშენოთ ჩვენი პერსონალური ბრენდი, რა საკითხები უნდა გავითვალისწინოთ, რა უნარი, რა ჩვევები, როგორი ტვინწყობა, ანუ მაინდსეტი ჭირდება ადამიანს, რომ ააშენოს თავისი პერსონალური ბრენდი, რა მოსდევს პერსონალური ბრენდის მშენებლობას და რა შედეგებს უნდა ველოდოთ, აი ამ ყველაფერზე ვილაპარაკეთ და ვისაუბრეთ დღევანდელ შეხვედრაზე. პერსონალური ბრენდინგის შესახებ სულ უფრო მეტი ინფორმაცია გვხვდება რაღაც სოციალურ სივრცეებში და სულ უფრო მეტი ადამიანი არის ამის დაინტერესებული. იმდენად ახალი სფეროა ჩვენთვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასზე ნამდვილმა პროფესიონალებმა ილაპარაკონ და სწორი ხმები გავრცელდეს პერსონალური ბრენდინგის როგორც ფენომენის შესახებ და მადლობა ალექს პირველ რიგში. მე რა თქმა უნდა აზროვნების აკადემიას, რომ საინტერესო პერსპექტივიდან დავინახეთ რაღაცა ახალი საკითხი და ნებისმიერი ახალი რაღაცის მოსმენა კარგია და განსაკუთრებით ისეთი რაღაცის, რაზეც ბევრი ინფორმაცია ასე განსაკუთრებულად ქართულ ენაზე არის შოვება და კიდევ ერთი აგური, დიდი აგური ამ საქმის ამ ფენომენის აღშენებაში დღეს დაიწყო. აზროვნების აკადემია შემთხვევაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. შემიძლია თამამად თქვა, რომ ალექსი ჩიქოვანი, ანდროდ გებუაძე გავიცანი აქ. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ გარდამტეხ ეტაპზე, როდესაც საკუთარ კომპანიას ვაყალიბებდი, მაშინ მომეცა ალექსთან ურთიერთობის შესაძლებლობა აზროვნების აკადემიის გავლით. ყოველი ახალი შეხვედრა ალექსთან, რომელიც აი ამ ფორმატში იმართება, არის ხოლმე რაღაცა ახლის მომცემი და პირადად ჩემში ამან შეცვალა ის, რომ გავიაზრე ჩემი კომპანია, როგორც ჩემი იდენტობა, როგორც ჩემი სახე. ამან მომცა იმისი мотиваცია, რომ თავად ჩემში დამეწყო განვითარება. მე დამსგავსებოდი ჩემს კომპანიას, როგორი კომპანიაც მინდოდა რომ მქონოდა. ასე რომ ჩემი ზოგადად აზროვნებისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი მასთან შეხვედრა, მისი მოსმენა და ყველა ეს შესაძლებლობა, რასაც გვაძლევს აზროვნების აკადემია, არის ძალიან ძვირფასი.